მას პირდაპირ შევახსენებ, რაც გითხრა, თუ ეს საქმე მოხდებოდა ერთ-ერთ მოსამართლესთან, მას ჰქონდა ამ მოსამართლეზე გავლენა და საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა. აქ იყო საუბარი, რომ უნდა ყოფილიყო წითელი ზოლი და გზას უნდა გაევლო. ილია ვერძაძემ გითხრა, რომ ჩარებდა თავის ნაცნობობებს მერიიდან და ამ პრობლემას მოაგვარებდა და მართლაც მოაგვარა ეს პრობლემა და გამოიტანა K2 კოეფიციენტი თავის დროზე მშენებლობისათვის. ეს არის ის ტერიტორია, რომელზეც იყო ჩვენი ორსართულიანი სახლი და სასათბურო მეურნეობა. 2018 წელს ჩვენთან მოვიდა ზურაბ დიასამიძე და გითხრა, რომ ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც ასევე იყო პოლიტიკოსი, დაინტერესებული იყო ჩვენი ტერიტორიით და აქ სურდა მაღალსართულიანი კორპუსის აშენება. პირობებს რომ დავთანხმდით, უშუალოდ ილია ვერძაძე მოვიდა ჩვენთან ოჯახში თავის ძმასთან ერთად. შევაჯერეთ ყველაფერი და მის დასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. თვითონ აღნიშნა, რომ ვინაიდან იყო გარკვეულ თანამდებობაზე, არ სურდა, რომ ხელშეკრულებაში მისი სახელი ყოფილიყო დაფიქსირებული. ამის შემდეგ დაანგრიეს ჩვენი საცხოვრებელი სახლი, სასათბურო მეურნეობა, გადაგვიყვანეს ქირით, რამდენიმე თვე იხდიდა ქირას და შემდეგ უკვე შეწყვიტა ამის გადახდაც. რამდენიმე თვეში ასევე ჩვენთან უაგზავნა ზურაბ დიასამიძე და გვითხრა, რომ უნდა დავთანხმებოდით საცხოვრებელი ფართების რეალიზაციას. ანუ ილია ვერძაძეს სურდა აქ ფართების გასხვისება, გაყიდვის დაწყება და თუ ამას არ დავთანხმდებოდით, ბუნებრივია, მშენებლობას უბრალოდ ვერ დაიწყებდა, იმიტომ რომ ფინანსები მას არ ჰქონდა და ჩვენ დავრჩებოდით ღია ცის ქვეშ. ფაქტობრივად იძულებული გავხადა, რომ ხელი მოგვეწერა ამ დოკუმენტზეც და აქედან რამდენიმე თვეში უკვე ეს შეპესე გაასხვისა დემექს ჯგუფზე, რომელიც აღმოჩნდა თაღლითური ბანდა, ასე ვთქვათ. დაახლოებით რამდენიმე თვეში, 2 თვეში გაასხვისეს საცხოვრებელი ფართების 80%-ზე მეტი. ჩვენ თავიდან რა თქმა უნდა ფართების გასხვისებაზე თანხმობა არ მომეცეს, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნა, ილია ვერძაძემ გვაიზულა, რომ ამის შემდეგ იწყებდა მხოლოდ მშენებლობას. შემდეგ შემოვიდნენ ეს დემექს ჯგუფი, ანუ თბილისლები ამ საქმეში და გაასხვისეს ეს ფართები, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია ილია ვერძაძემ არ მოგვაწოდა. კიდევ რამდენიმე თვე გვატყუებდა, რომ ისევ თვითონ იყო ინვესტორი, უბრალოდ ჩვენთან საუბარს უკვე თავს არ იდევდა. მანამდე თითქოს გვეუბნებოდა, რომ ერთი ოჯახი ვართ, ოჯახურ გარემოში უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ, უცებ შეცვალა ტონი, დედაჩემს არც კი პასუხობდა დარეკილ ზარზე, არ შემაწუხოთ არაფერზეო, აი ასე პასუხობდა მხოლოდ. და რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა ისევ ზურაბ დიასამიძე, გაგვაცნო ამ დემექს ჯგუფის წარმომადგენლები და გითხრა, რომ აპირებდა აქ ინვესტიციას, ანუ მაღალსართულიანი კორპუსის აშენებას. ფართების გასხვისების შემდეგ ფართების გასხვისების შესახებ ჩვენ გავიგეთ მხოლოდ რამდენიმე თვეში, აი მაშინ უკვე დავიწყეთ სამართლებრივი დავა. ნაილე ვერძაძეს როგორც კი ნება მივეცით, რომ ფართები გაესხვისებია რამოდენიმე დღეში, მოხდა შეპესეს გასხვისება, მაგრამ ეს ჩვენ გავიგეთ დიდი ხნის შემდეგ. რადგანაც ეს ასე მოხდა, აქ ჩანს, რომ თავიდანვე ჰქონდათ იმის გათვლა, რომ ეს შეპესე ისე უნდა გაეყიდათ, რომ ვინც იყიდა, იმათთვის უკვე მარტივი ყოფილიყო ფართების გასხვისება. შეპესე გაასხვისეს დეკემბრის თვეში და უკვე თებერვლის თვეში დაიწყო ფართების გაყიდვა, რაც დაახლოებით იყო 8000 კვადრატი, რაც გაყიდეს. იმ დროს ილია ვერძაძემ ხო აი ეს შეპესე ილია ვერძაძემ გადასცა, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც ეტაპობრივად გარკვეული თანხი, სოლიდური თანხა უნდა დაერიცხა დემექს ჯგუფს და აქედან რამდენიმე თვეში, როდესაც უკვე დემექს ჯგუფმა დაიწყო ამ ფართების რეალიზაცია, ილია ვერძაძემ თავისი ოჯახის საკუთრებაში გადმოიტანა 700 კვადრატული მეტრი, ზურაბ დიასამიძემ 1000 კვადრატული მეტრი, რომლის რეალიზაციას დაიწყო, ანუ თითოეული ბინა მას აქვს გაყიდული. თუ არ ვცდები, სადღაც 2-3 ბინა დარჩა მხოლოდ გასაყიდი, დანარჩენისგან რა თქმა უნდა მიიღო ფინანსური სარგებელი. ჩვენ როცა დავაპირებთ სასამართლო დავის დაწყება, შევეხმიანეთ ილია ვერძაძეს, შევხვდით, კიდეც ჰქონდა კომუნიკაცია, შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ მას პირდაპირ შევახსენებ, რაც გითხრა, რომ ჩვენ დავა უნდა დაგვეწყო არა მის საწინააღმდეგოდ, არამედ ვანო ლიპარტელიანისა და რამაზ კაკაბაძის, ანუ იმდროინდელი კომპანიის ფლობელების წინააღმდეგ და თუ ეს საქმე მოხდებოდა ერთ-ერთ მოსამართლესთან, აღარ დავასახელებ მოსამართლის სახელ და გვარს, მას ჰქონდა ამ მოსამართლეზე გავლენა და საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა. თუმცა ამაზე როცა საუბრობდა, მას ვერ წარმოედგინა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ისე დავიწყებდით პროცესს, რომ რა თქმა უნდა, საქმეს აღზრდით მის საწინააღმდეგოდაც. რა თქმა უნდა, შევიტანეთ, დავიწყეთ სასამართლო დავა, სასამართლომ დააყადაღა მათი პირადი ქონება, როგორც ზურაბ დიასამიძის, ასევე ილია ვერძაძის და ასევე მათ გარდა ჩვენ კიდევ 11 ადამიანს ვუჩივით, მხოლოდ ისინი არ იყვნენ ამ თაღლითურ სქემაში.
მაგრამ ჯერჯერობით პროცესი არის თითქოს გაწელილი 3 წლის წინ დავიწყეთ ეს დავა. მეორე საქმე, რომელიც ისევ ამ ტერიტორიას ეხება და ეკოსიტის წინააღმდეგ დავიწყეთ, ეს პროცესი საერთოდ 3 წლის შემდეგ ჩაინიშნა. აი რაღაც შთაბეჭდილება გვრჩება, რომ წელავე თითქოს ამ პროცესს. 1 წლის წინ დავიწყეთ სისხლის სამართლის დავა, გამომძიებელი საერთოდ კონტაქტზეც არ გამოდის. მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ თითქოს აი გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პასუხისმგებელ პირთან არც მიდის ბოლომდე ინფორმაცია. ეს მიწა თავდაპირველად იყო 2700 კვადრატამდე. მაგრამ აი გვერდით მეზობელი წინააღმდეგი იყო, რო აქ მშენებლობა დაწყებული იყო. ილია ვერძაძემ ეს მიწა გაყო 2 ნაწილად, 151 კვადრატი დატოვა ისე, რომ ყოფილიყო ჩვენი მიწის მესაზღვრე. და თავისთავად ნებართვა ამით აიღო, რომ აქ დაწყებული იყო მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა. მივიღე ინფორმაცია, რომ ილია ვერძაძე საერთოდ უარყოფს, რომ გვიცნობდა და ჩვენთან სახლში ოჯახში მოდიოდა, თუმცა მე მას შევახსენებ, რომ მაქვს მტკიცებულება, რომლის წყალობითაც დავადასტურებ აუცილებლად, რომ ის ამ საქმეში იყო თავიდან ბოლომდე ჩართული.